ქალის ყველაზე კარგი მცველი, ის ვინც მას ყოველთვის მოემსახურება საკუთარი გამბედაობაა, რომელიც მან გამოცდილებიდან უნდა შეიძინოს, ხოლო გამოცდილებას საზოგადოებრივი ცხოვრება იძლევა. ამბობდა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელი ელიზაბეთ კეიდი სტენტონი. გენდერული თანასწორობის კუთხით თანამედროვე მსოფლიოში ქალთა უფლებების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ქალთა მოძრაობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დიდი ხნის საინტერესო ისტორია აქვს. 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალთა გაფიცვა მოეწყო. პროტესტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული ქალები პოლიციამ დაარბია. ხოლო 2 წლის შემდეგ სწორედ ამ ქალებმა პირველი პროფკავშირები ჩამოაყალიბეს, რომელიც ქალთა უფლებებს იცავდა და თანაბარ სოციალურ პირობებს ითხოვდა. მოძრაობები, რომლებიც ქალებისთვის სხვადასხვა უფლებებს ითხოვდნენ, სადღაც მე-18 საუკუნეში დაიწყო. ამ დროისთვის ქალებს არ ჰქონდათ არავითარი უფლება, მათ არ ჰქონდათ უფლება ქონებაზე, განათლებაზე, განქორწინების უფლება, ხმის მიცემის უფლება და თავდაპირველად ეს მოძრაობები სწორედ ამ სამართლებრივი უფლებების მოთხოვნით დაიწყო, რომელიც ფოკუსირდებოდა სწორედ განათლების უფლებაზე და ქონების უფლებაზე. Feminist, a person who believes in the social, political and economic equality of the sexes. ფემინიზმი როგორც მოძრაობა ყალიბდება უკვე მე-19-20 საუკუნეებში და ფემინიზმი როგორც თეორია გულისხმობს იმ იდეებს, რომლებიც აანალიზებენ თუ კულტურაში რას ნიშნავს იყო ქალი და როგორ გექცევა კულტურა შენ მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ქალი და როგორ ექცევა მამაკაცს, იმიტომ რომ ის არის მამაკაცი. ფემინისტური მოძრაობა გულისხმობს სქესთა გათანასწორებას და იმ მეთოდებს თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული ეს თანასწორობა. მაგრამ რასაც ჩვენ ვახსენებთ ფემინიზმს როგორც წესი, ადამიანები ამას უკავშირებენ 60-70-იანი წლების ფემინისტურ მეორე ტალღას, რომელიც ასევე მოიცავდა რადიკალურ ფემინიზმს. თუმცა ფემინიზმი უფრო ფართეცნებაა, რა თქმა უნდა, და მხოლოდ რადიკალურ ფემინიზმს არ გულისხმობს, თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ რადიკალური ცუდი სიტყვა არ არის. იმ დროისთვის, როცა რადიკალური ფემინიზმი არსებობდა, მას ჰქონდა მოტივები, რომ ეარსება, ანუ ეს იყო ის დრო, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ ძალიან ბევრი უფლება და რადიკალი ფემინისტები უფრო რადიკალურ მეთოდებს მიმართავდნენ და ამან ძალიან დიდი შედეგებიც მოიტანა. ანუ ის უფლებები, რაც დღეს ქალებს აქვთ, იქნა მიღწეული სწორედ ამ რადიკალური აქტივიზმის წყალობით. You know, they say a woman's place is in the home and I suppose as long as she's in the home, she might as well be in the kitchen. ფემინისტური მოძრაობის ჩამოყალიბებამ სრულიად შეცვალა ქალების რეალობა და დროთა განმავლობაში მათ შეძლეს იმ უფლებების მოპოვება, რაც საუკუნეების წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, დღემდე არსებობს ქვეყნები, სადაც მათ უფლებებს არათუ იცავენ, არამედ ქალებმა თავადაც არ იციან, აქვთ თუ არა უფლებები. არსებობს არაერთი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ქალის დაკნინებულ მდგომარეობას ჩვენს დროში, ეპოქაში, სადაც ერთი შეხედვით ბევრად მარტივია იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. ის კულტურები, რომელიც კიდევ უფრო პატრიარქალურია და უფრო მეტად ვერ გამოდის ტრადიციების მარწუხებიდან, თავისთავად იქ უფრო მეტად ირღვევა ქალის უფლებები. და მათ შორის მე ვიტყოდი, რომ არის საქართველოს, მაგრამ საქართველოს გარდა ტრადიციებისა აქვს სხვა პრობლემას, ასე ვთქვათ. ეს არის ის საბჭოთა წარსული, სოციალისტური წარსული, სადაც თითქოს ქალი და მამაკაცი ესე დასანახად გათანასწორდა. ზუსტად ამიტომ ქართულ კონტექსტში იმ ქალებსაც კი, რომლებიც პრინციპში ფემინისტები არიან და ყველა იმ პუნქტს აკმაყოფილებენ, რაც შეიძლება მოიცავდეს ფემინისტობად ყოფნას, ისინიც ცუდად უყურებენ ამ სიტყვას, ანუ ისინი არ იდენტიფიცირდებიან როგორც ფემინისტი. და ეს სწორედ არის იმ რაღაც საბჭოთა წარსულის კვალი, სადაც უარყოფით კონტექსტში დამკვიდრდა ეს სიტყვა და სადაც ქალებს ისე არ უბრძოლიათ ამ უფლებებისთვის, როგორც ეს მოხდა დასავლეთში. მაგრამ მეორეს მხრივ, არც საქართველოში არ მიურთმევიათ ლანგარზე დადებული ეს უფლებები. მე-20 საუკუნის მიჯნაზე ქართველი ფემინისტები ძალიან აქტიურობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს პარლამენტში ქალები მოხვედრილიყვნენ. საქართველოს ისტორიას ახსოვს 50 ქალი, რომლებიც ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოდნენ. დღეს ამ ქალების სახელებს თბილისის ქუჩები ატარებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობდა. თუმცა სასჯარო დისკურსში ამ თემატიკის გამოტანა მაინც მე ვფიქრობ უკავშირდება კონკრეტულ აქტივისტებს და კონკრეტულ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ხმამაღლა გამოდიოდნენ ქუჩაში რამდენიმე წლის განმავლობაში და საუბრობდნენ ქალთა პრობლემებზე, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შრომის უფლებებზე, ძალადობაზე და დღეს უკვე ეს დიალოგი გადასულია უფრო სერიოზულ ფორმატში. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, რომელიც არის ძალიან დაბალი საქართველოში და რომელსაც აუცილებლად უნდა მიეხედოთ. ჩვენ თუ გვინდა რომ ქალთა უფლებები უფრო სერიოზულად იქნეს აღქმული და ასე ვთქვათ დამუშავებული სახელმწიფოს მიერ, აუცილებელია რომ პოლიტიკაში იყვნენ ქალები. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კანონით ქალი და მამაკაცი თანაბარ უფლებიანად ითვლება, ქალთა უფლებების დაცვის მხრივ პრობლემებს მაინც ხვდებით. გამოსავალი ერთი მარტივი გამოსავალი ამ პრობლემიდან არ არსებობს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებაზე, ანუ ცნობიერება უნდა ამახლოთ, ეს უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ქალის მიმართ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქალებზე, რომ ისინი უფრო თამამები გახდნენ, უფრო გაძლიერდნენ და მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნით და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სახელმწიფოზე, რომელიც შექმნის ისეთ კანონმდებლობას და ისეთ პრაქტიკას, რომელიც ეხმიანება და ითვალისწინებს ქალის განსხვავებულ საჭიროებებს. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ქალი, თავად წარმატებული ქალი არ აღიარებს, რომ რაღაცა კუთხით ქალების ჩაგვრა არსებობს, სისტემური ჩაგვრა. თუკი სახელი არ დაერქმევა იმას, რომ გენდერული უთანასწორობა არსებობს, გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაც იქნება რთული. დღეს ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, როდესაც ქალებს, წარმატებულ ქალებს, ძლიერ ქალებსაც უნდა ვუმტკიცოთ, რომ უთანასწორობა არსებობს, გამოხატეთ სოლიდარობა ქალების მიმართ. თქვით, რომ თქვენ ხართ ფემინისტები. ქალების უფლებების დარღვევა, ძალადობა და უსამართლობა. ეს ის პრობლემებია, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში ვხედავთ, გვესმის. თუმცა რთულია ისაუბრო მხოლოდ ერთ გამოსავალზე, რადგან ყველაფერი შენით იწყება და ადამიანს განურჩევლად სქესის, ეროვნების, კანის ფერისა თუ სარწმუნოებისა აქვს უფლება იყოს თავისუფალი.